ეს რეაქცია იქნებოდა ალბათ ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც გაუგებარი შინაარსის ფორმის კონტექსტის გამოხატულება იყო დღევანდელი ბრიფინგი, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია ეხა ამ ყველაფერს უყურო იმ სტანდარტით, რაც ნორმალურია მოცემულობის გათვალისწინებით, რასაც თვლი ადამიანი, რომ ეხა რაზე შეიძლება ილაპარაკო დღეს, როდესაც სომხეთში უმნიშვნელოვანესი არჩევნების ანალიზი ხდება, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესი იღებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და უცებ ეს კობახიძის ასეთი დაბალი რაღაცა გემოვნების და შინაარსის ბრიფინგი, ხო? თან ამას რომ გაჩვევენ თან ამ დაბიო ენას. მაგრამ რამდენიმე საინტერესო რამ იყო ამ ბრიფინგის დროს, გარდა კი მეღიმება გულწრფელად გითხრა, იმიტომ რომ მართლა ეხა შეუძლებელია ამ ყველაფერზე სერიოზული საუბარი, მაგრამ მეორეს მხრივ სერიოზული შეშფოთების საგანია ის, რომ აი ამ მთელი კონტექსტის გათვალისწინებით ამ დიდი რამბების წაკითხვა უწევდა მას. ეს არ იყო ბრიფინგი, რომელსაც ატარებდა კობახიძე, ну ეხა ბევრი რამე შეიძლება დააბრალო, მაგრამ ზეპირად საუბარი შეუძლია. მაგრამ დღეს რო შპარგალკიც საუბრობდა ბრიფინგზე, ანუ კითხულობდა მთლიანად ტექსტს, რომ არ შეშლოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ტექსტი გავლილი იყო ბიძინა ივანიშვილთან დარწმუნებული ვარ და ეს ტექსტი იყო შეთანხმებული, რომელიც მას უნდა წაეკითხა. რისი გამოძახილი იყო ეს რამდენიმე ვერსია მაქვს, უფრო სწორედ ორი, მაგრამ კიდევ ერთ საინტერესო ქვეტექსტი იყო ამ ბრიფინგის დროს. ყველაფერი დანარჩენი რაც იყო დიდი რამბები, რა თქმა უნდა, ეხა ამის გამეორება არ ღირს, მაგრამ ერთი წინადადებით, სადაც ყვებოდა როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. დიახ, ეს იყო საინტერესო. ამ თხრობის დროს ხო ყველა მისადაც იცის, რომ გადაწყვეტილებების მიღება ეხა ვერტიკალურად ხდება და არა ჰორიზონტალურად და ამ ვერტიკალურ სისტემაში რომც არ ეთქვა კობახიძეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, ეს ხომ ისაც ცნობილია, მაგრამ მან ეს ღიად და პირდაპირ საჯარო თქვა. ეს ძალიან თვალშისაცემი იყო, კი. თითქოს მთელი პასუხისმგებლობა გადატანა პასუხისმგებლობის ხდებოდა ივანიშვილზე. მან ისიც თქვა, რომ ჩვენ კი ვეთათბირებითო ის განსხვავებულას მიესალმება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ივანიშვილის აზრი იმარჯვებს. ანუ ყველაფერი რაც ხდება, ეს არის ივანიშვილის გაკეთებული. ასე შეგვიძლია, ხო, რომ მოვთარგმნოთ მისი ნათქვამი. ეს მგონია, რომ კი და ეს ნაწილი მგონია, რომ იყო კობახიძის ნაწილი, მხოლოდ ამ ბრიფინგში ყველა დანარჩენი ალბათ უფრო იყო შეთანხმებული ტექსტი. რატომ? იმიტომ რომ კობახიძე მთლიანად ამ ბრიფინგით ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის მიმართ რაღაცა თავის გამოსამშვიდობებელი ტექსტებით კი იყო. პირველი რეაქცია მართლა ეგ მქონდა, რომ გინდა რომ ადამიანს დაემშვიდობოდა მადლიერების სადღეგრძელო რო გინდა რო თქვა, ალბათ ამ ფორმით, ოღონდ მისი რა თქმა უნდა დაბიოენით ასე ჩამოაყალიბებდა. ეს შეთანხმებული ტექსტი, რომელიც მან წაიკითხა, მგონია რომ მხოლოდ ეს ნაწილი იყო მისი, აი ეს რაც ახლა წეღან აღნიშნე, რაც ძალიან საყურადღებოა, არ ვიცი რამდენად ამას ეხა ივანიშვილი გაიზიარებდა, რატომ უნდა უნდოდეს ეხა მას იმის ხმამაღლა მოსმენა, რომ ის იღებს გადაწყვეტილებას საბოლოო დისკუსიის შემდეგ. ჯერც ერთი ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც ეხა თავდაპირველად ივანიშვილი ვიდრე ახალი იყო პოლიტიკაში შემოსვლის აი პირველ ეტაპზე, მისთვის ბევრი რამ მართლა უცხო ხო იყო, უცხო გარემო იყო, უცხო პოლიტიკური კონტექსტი, კომბინაციები, ახალი პარტიები, უბრალოდ ახალი ალიანსის ფორმატი სხვა პარტიებთან, ანუ პარტიებთან მისი კომუნიკაცია, მართლა ყველაფერი პირველ ეტაპზე ეხა რომ ახსენდება პირველი ნაბიჯების გავლა და პირველი დღეები, პირველი თვეები, ყველაფერს მართლა ეკითხებოდა და ეს ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ უცხო იყო მისთვის ეს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ მას შემდეგ რაც ის
რაღაცნაირად კარგად ლავირებდა უკვე გაერკვა ვითარებაში რაღაცნაირად მოერგო ამ პოლიტიკურ პროცესს წავიდა ისევ დაბრუნდა და აი ეს ჯგუფი რომელიც შემოვიდა ეხა ეს 2016 წლის ახალ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კობახიძე და დანარჩენები მათ არასდროს არაფერს არ ეკითხებოდა არ ეკითხებოდა უკვე მან ანუ ივანიშვილმა უკვე იცოდა რომ ეს არ იყო ის ხალხი ვისაც რამე უნდა ეკითხა ვისაც ეკითხებოდა ის ხალხი უკვე ნელ-ნელა გადიოდა ამ პროცესიდან ამით იმის თქვა მინდა რომ აი ეს რაღაცა რომ დახატა დისკუსიის ფორმატი რომ განსხვავებულ მოსაზრებებს თურმე ისმენს და არავინ განსხვავებული მოსაზრების გამომხატველი მე არ მეგულება იმ ჯგუფში დღეს ვინც არის ქართული ოცნების აი იმ გუნდში არავინ ვერ გაბედავს ამას ამიტომ ეს ყველაფერი იყო სრული ფარსი მაგრამ იმის თქმა რომ ბოლოს ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას მე მაინც მგონია ეს ორმაგი რაღაცა ესე სვლა ერთი რომ კობახიძემ ამ დიდი რამების მერე თქვა რომ პასუხისგებლობა საბოლოო გადაწყვეტილებებზე ივანიშვილს ეკუთვნის ამ დროს ივანიშვილის მთელი ეს კომბინაცია და მართვის მოდელი მიუთითებს იმაზე რომ თავის რაღაცა მომენტი დადგება და ეს მომენტი არ არის შორს, ოდესაც ალბათ იტყვის უთუოდ რომ ამ პერიოდში გადაწყვეტილებებს არა თვითონ არამედ კობახიძე იღებდა და ის ყველაფერი ცუდი რის გამოც დაზიანდა ურთიერთობები არა მარტო სტრატეგიულ პარტნიორთან, არამედ მას პერსონალურად შეექმნა პრობლემები სანქციების გამო და შემდეგ დღესაც ახსენა ეს თემა. ეს ყველაფერი მერე უკვე ითარგმნება და მომავალში ესე ვხედავ ამ განვითარებას ამაზე გვისაუბრია ჩვენ რომ ივანიშვილი იტყვის რომ აი ამ ეტაპზე გადაწყვეტილებები მინდობილი ქონდა კობახიძეს და მისი ფრაზა საწინააღმდეგოს რაზეც საწინააღმდეგოს მეტყველებს ხო დღეს რაც თქვა რომ კობახიძის აი ეს ჩანართი რომ საბოლოოდ მაინც ივანიშვილი გონიერია და გროსმეისტერია მანიცის რა უნდა გადაწყვიტოს და ის არის გადაწყვეტილების მიმღებ მგონია რომ რაღაცა საკუთარი თავის ესე ვთქვათ მომავალში საკუთარი თავის ეს ძალიან თვალშისაცემი იყო ეგ ამ ბრიფინგზე რომ მთელი აქცენტი გადატანილი იქნა დიახ აი რა გაგრძელებას ელოდებით ხო, აი ეს ასე არ მთავრდება, ხო, როდესაც მას დაავალეს, რომ ამ ტექსტით დღეს ბრიფინგი ჩაეტარებინა და მგონია რომ რამდენიმე გარემოება დაემთხვა ერთმანეთს, ეს არ არის მხოლოდ წარუმატებელი დებატების შედეგი, არ მგონია რომ ეხა ეს დებატები იყო მაპროვოცირებელი ასეთი ბრიფინგის უფრო მგონია რომ საერთო კონტექსტი განსაკუთრებით ეს კონგრესში ეს აქტი დაჩქარებულად ამ შესწორებების მიღება სადაც ძალიან ღია ტექსტით საფრთხეებზეა საუბარი საქართველოს საგარეო კურსის ხო ჩინეთის და რუსეთის მზარდ გავლენებზე და ბუნებრივია თუ ეს სენატმაც დაამტკიცა და ალბათ დაამტკიცებს ხო ისეთი მხარდაჭერა ქონდა ამ აქტს ამას მოყვება კიდევ უფრო სხვა ნაბიჯები ეს საფრთხე ზოგადად რეგიონალური კონტექსტი ხა სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გარკვეულ მგონია რომ გარკვეულად აჩქარებს რაღაცა გადაწყვეტილებებს ნახოთ ეხა რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ივანიშვილი მაგრამ კობახიძის ეს ბრიფინგი ახო მარტო ის არ იყო რომ აი მადლობები გადაუხადა და ასე შემდეგ არა რაღაცნაირად მგონია რომ მომწიფებულია ის ეტაპი როდესაც ის საკუთარი თავის დაცვისთვისაც ემზადება და მათ შორის ისეთი ფორმით გასვლისთვის რომ არ კონდეს ივანიშვილთან ცუდი ურთიერთობა მას ეს ძალიან დააფრთხობს იმიტომ რომ კობახიძეს ვერც კი წარმოუდგენია საკუთარი თავი და როლი თუ ის არ იქნება ივანიშვილის რაღაცა ორბიტაზე რა აი ეკა ერთ რამეს მინდა ეხა რომ მივაქციოთ ჩვენ ყურადღება ანუ კაცი პრემია ამბობს რომ ის არის მეორე კაცი სინამდვილეში საპატიო თავმჯდომარე არ უნდა იყოს ხო პარტიაში ხო დაამატა ანუ რეალურად მთელი პასუხისმგებლობები გადააქვს ბიძინა ივანიშვილზე რა თქმა უნდა ვერსიებისთვის ეს შესანიშნავი მასალა
იყო, ასე ვთქვათ, მისი ბრიფინგი, მაგრამ შეიძლება თუ არა ჩვენ ჩავთვალოთ, რომ კობახიძის ფინალია ეხლა, რასაც უყურებთ, იმიტომ რომ აი თქვენ გადასარევად იცნობთ ამ კაცს, საუბრობ ბიძინა ივანიშვილზე. რა შემთხვევაში უჩნდება ხოლმე მას სურვილი, ან უხერხულობა არ იპყრობს ხოლმე როგორც ჩანს, თუ მოდი კითხვის ფორმით დაგისვამ, როდესაც ასეთი ქება დიდება მიდის მისი 7 თუ 8 წუთი, აი ძალიან უხერხული სანახავი იქნებოდა ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის, ეხა მე ვერ წარმომიდგენია, ამდენი ხანი იდგე და სადღეგრძელოს უსმენდე, რა კარგი ხარ შე, რა დიდებული ხარ, როგორი გროსმეისტერი ხარ, როგორი მაგარი ხარ. აი რა დროს უჩნდება ხოლმე ამის მოთხოვნილება ივანიშვილს და რატომ უჩნდება? საინტერესო კითხვაა ეს და მახსენდება მსგავსი დაახლოებით მსგავსი აღქმა ვითარების, რომელიც ძალიან შორს იყო რეალობისგან, უბრალოდ სხვაგვარად უყურებს ხოლმე ამ ვითარებას ივანიშვილი და ზოგჯერ სრულიად სხვა გარემოა იმ მოცემულობაში, მაგრამ აი ეს მისი აღქმა როგორც ჩანს, ასე დროს მოცაც ასეთი ბრიფინგის ჩატარება თუ მასთან ამ დაშვებით ვამბობ, რომ მასთან შეთანხმებით მოხდა და მგონია რომ ესეც მოხდა, არის მაშინ, როდესაც განცდა აქვს, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდება გარეთ. და ეს ძალიან ცუდი რაღაც ხდება გარეთ, არის რაღაც საფრთხის მომასწავლებელი მისთვის. ამ დროს ის ითხოვს კონკრეტული ფორმით კონკრეტულ მოქმედებებს. ის რა ფორმითაც ეს კეთდება, ეს არის ძალიან მდარე და ძალიან დაბალი ხარისხის შესრულება. მაგრამ სხვას არც უნდა ელოდოს, იმიტომ რომ მას არ ყავს არც ერთი ეხა რეალური ლიდერი პროცესის მართვა რო უკეთესად შეძლოს და ყავს ეხა კობახიძე. კობახიძეს ამაზე მეტი არ შეუძლია. ის აი ასე აკეთებს იმასაც. იცით რა, აი